მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ასეთი გაშლა გავაკეთოთ, უკვე მოდის გაზაფხული და ჩვენ ვნახოთ აი სამყარო რას გიგზავნით თქვენ გაზაფხულზე. სიყვარულის პერიოდი, ხო, ყველაფერი გაიღვიძებს და ვნახოთ აბა სამყაროს რას გვიმზადებს. კითხვები როგორც ყოველთვის მაგ გამზადებული. ეხლა ვნახავთ ჩვენ რას გვიმზადებს. დასთა ავიღეს, ძალიან ლამაზი დასთა ისე მომწონს. რაღაც ძალიან ისეთი თბილი და თბილი. მადლობა ჩემ მოსწავლეებს, ძალიან მანებივრებენ. ახალ დასტებით. აბა ვნახოთ, ეხლა რა ხდება შენ ცხოვრებაში. დღეს ცოტა სხვანაირად მინდა გავაკეთო. რო სიგნიფიკაციაც იყოს. აუცილებლად ჩავწერ ვიდეო, სადაც ასე გესაუბრები და აუცილებლად ჩაგიწერთ ხოლმე ვიდეო, სადაც მარტო ტაროს ხედავთ რა, ამიტომ რომ მე ვიცი რომ ზოგს აინტერესებს ასეთი ფორმატი, ზოგს ასეთი ფორმატი, ამიტომ ყველანაირად გავაკეთოთ ისე რომ ვისი ამოვნოთ, ხო? ყველაზე ძალიან აი ეხლა ამ პერიოდში შენ რა გაწუხებს, ეს როგორც სიგნიფიკაცია ისე წავიდეს, ხო? ცოტა კითხვები ისეთი მაქვს, რომ იცი თქვენ მე მიყვარს ცოტა ისეთი ღრმა კითხვები. ვნახოთ ეხლა ჩვენ აი ყველაზე ძალიან რა გინდა რომ წავიდეს შენი ცხოვრებიდან, ხო? დავტოვოთ ჩვენ ზამთარში, ხო? так, ეს ასე დარი და ადგილი მქონდეს, რა ყველაფერი ჩამეტყვის. შემდეგ ვნახოთ რა არ გინდა რომ წავიდეს. აი ეს ვნახოთ. და რას ვიზავეიცით? აი ეს რა გინდა აკეთ დავდებ. რა არ გინდა აკეთ დავდეთ. აი ეს რა გინდა. და ვნახოთ რა უნდა მოვიდეს კარგი თქვენ ცხოვრებაში. და მაღალი ძალები რას თვლიან, რომ რა უნდა იყოს აი შენთვის მთავარია, როგორი ცხოვრება, როგორი გაზაფხული უნდა გქონდეს, ხო? აი ესეც ვნახოთ. კაი, თუ რამე კიდე რაღაცებს განახებენ, აგიხსნით, არა უშავს. всё. იყოს როგორც არის. ვნახოთ პირველი ჩვენი პოზიცია ესე იგი, ანუ ეხლა რა ხდება? ამით გიხვდებით თქვენ, ღირს თუ არა შემდეგ გაგრძელება ამისი ყურების, განახებთ მე თქვენ აუცილებლად. და როს იცით რა ხდება? გეტყვით ეხლა აი ეს არკანი ძალიან მომწონს, განახებთ მე თქვენ. ძახოთ რომ ძალიან ხშირად გამოდის ეხლა გაშლებში, როცა ვაკეთებ, აი, როცა ვაკეთებ და თუნდაც საჯარო გაიხსენეთ აბა თქვენ, ეხლა მე მგონი დაგანახეთ კიდე რაღაც. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, ნახეთ, როცა პლუს კიდე მე-20 არკანიც არის აქ. მე-20 არკანი ეს როცა არის აღორძინება, როცა ადამიანის მართლა იღვიძებს რაღაცა რა, ანუ ტყილა არ ამიღია დასთა როგორც ყოველთვის. ანუ მიდის რაღაცა აღორძინება, ანუ თითქოს იცვლებით ძალიან, იმიტომ რომ რაღაცას აქ არის ძალიან ლამაზი პაჟი ხმალების გოგო არის აქ რა და უყურებს ხმალს, ნახეთ. ანუ აგიხსნით ეხლავე. ესე იგი, რას ნიშნავს ეს თქვენი მდგომარეობა, როგორი მდგომარეობა გაქვს? ეხლა თქვენ ხართ როგორ მომენტში, იცით? ზამთარი საერთოდ ესეთი პერიოდი, როცა, აი, ნაკლებად შეიძლება გვიყვარდეს გასვლა, აი, მით უფრო აი მიწიერი ვინც არიან, ხო, ეს ზოდიაკოები, რამდენადაც მე ვიცი. მოდით ასე ვთქვათ, მაინც რაღაც ესეთი პერიოდი, როცა უფრო მეტად ეხლა რო ცივა გარეთ, უფრო მეტად გინდათ სახლში ყოფნა, ხო? და აი ეს ესეთი პერიოდი, როცა შენ თითქოს ზიხარ და ფიქრდები შენ ცხოვრებას, ანუ ნამდვილად ახლა ჩვენ ყოველთვის რატო გვინდა ეს ცვლილებები, იმიტომ რომ რაღაცებს გავდივართ, ხო? ის კარგიც შეიძლება იყოს, ცუდიც შეიძლება იყოს, ყველანაირი შეიძლება იყოს პერიოდები, მაგრამ
მაინც ყოველთვის როცა შენ პოზიტიურად ხარ განწყობილი და თუნდაც ნეგატიურად ხარ განწყობილი, შენ გინდა რომ რაღაცა შეიცვალოს და უფრო კარგი იყოს, ვიდრე ეხლა. ნუ ეს ასე ვარ ჩვენ ადამიანები, იმიტომ გვიყვარს ჩვენს ხოლმე გაშლებიც რა გველოდება წინ, ხო? იმიტომ რომ თუ კარგად ვარ, უფრო კარგად მინდა. თუ ცოტა ვერა ვარ, მინდა რომ ეს სიტუაცია მალე წავიდეს და კარგად ვიყო, ხო? და ზუსტად ეს პერიოდი გაქვთ. ეხლა რომ თითქოს თქვენ გრძნობთ, რომ რაღაცა იცვლება თქვენში, რაღაცა შეიძლება დაუშვათ რაღაცა წაიკითხეთ, ან რაღაცა ნახეთ, ისეთი თქვა, აი რაღაცა შეიძლება ახალი ინფორმაციას თქვა, პოვლობთ იმაზე, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შევცვალო მე თუნდაც ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ამავე დროს ანუ თან მინდა რომ წავიდეს, ანუ აქ არის წყალი, ნახეთ, წყალმა წაიღოს, ხო, იცით ხოლმე, რომ აი ცუდი სიზმარი რომ დაგვესიზმრება, წყალს უნდა გავატანოთ, ხო? ანუ თითქოს ეს რაღაცები, რაც ნეგატიური უნდა წავიდეს, მაგრამ ამავე დროს ვზივარ და ვფიქრობ, რომ რა მინდა დარჩეს, რა მინდა რომ გავუშვა, ანუ ძალიან ესეთი პერიოდი, რომ ნამდვილად მე-20 არგანი ეს არის აი ხო გებთ, აი თითქოს აღორძინება, თითქოს გაღვიძება არის რა. და სხვათა შორის, ნუ არ ვიცი, თქვენ ახლა ვინც სულ უყურებთ გაშლებს, ჩემს თქვენ უკვე ხედავთ, რომ ანუ ესეთი პერიოდი არის, რომ მართლა ცვლილებები არის, ხო? აი ცვლილი რაღაცა იცვლება, შინაგანად ვიცვლებით, ხო? ნუ ახლა პრინციპში ეხლა ბევრი წერთ, რომ აი ჩემი ცხოვრება შეიცვალა, თუნდაც აი თქვენ ვიდეოს რო უყურებთ და ასე შემდეგ. ანუ ეს ნამდვილად ეს ენერგია, როცა იგრძნობა, რომ აი რაღაცა სხვანაირად, აი ნუ პრინციპში გაზაფხულიც ახლა უახლოვდება და ამიტომ მაგ დროს ვინც ახლა უყურებს ამ გაშლას, ნამდვილად მიდის გაღვიძება, რაღაცა ბუნებაც გაიღვიძებს სულ მალე, ხო? მაგრამ ჩვენ უკვე წინასწარ მაგას ვგრძნობთ, რომ რაღაცა უნდა წავიდეს, რაღაცა მინდა დარჩეს. ნუ აი ეს მეოთხე არკანიც აი აქ გვაჩვენებს ჩვენ რომ რაღაცა მინდა შევინარჩუნოთ, ნუ რაღაცა ანუ თითქოს აი მინდა ვისი ამოვნო, მაგრამ აი თან მინდა რომ შეიცვალოს, ნუ ესეთი ენერგია. ნახოთ, აბა ყველაზე ძალიან რა გაწუხოთ ახლა თქვენ? რა თქმა უნდა, იმპერატრიცა, ჩვენი იმპერატრიცა. გეტყვით ეხლავე. აი ზუსტად ეს მომენტი, რაც აგიხწერეთ, კი ბატონო, სამი მაღალი არკანი. და რას გვეუბნება? იცით, იმპერატრიცა არის როგორი, იცით ჩვენ უკვე ბევრი რამ იხსნია მე ეს არკანი, რანაირიც არის. ეს არის სიუხვე, ეს არის სიმდიდრე, ეს არის ქალური ენერგიები, ეს არის მიღება, ეს არის ანუ სილამაზე. აქ ნამდვილად თქვენ იცით რომ გინდათ რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი წავიდეს თქვენი ცხოვრება, აი თითქოს ნახეთ როგორი იმპერატრიცა არის, აქ ძალიან ულამაზესი რა. სიუხვით სავსე, გოგო. და არის ორი მაღალი არკანი, ერთი ნულის, მეორე კოშკი. ანუ ესე იგი, კი მე მინდა, ანუ ყველაზე ძალიან რა გაწუხებთ, რომ ანუ ეს გამოცდილება, საერთოდ კოშკი არის ისეთი არკანი, რომელიც გვეუბნება, რომ რაღაცა გავიარე, რაღაცა უკვე გამოცდილება მივიღე, ხო, რაღაცა უკვე იყო ჩემ ცხოვრებაში და მინდა რომ განულდეს, მინდა რომ ეს აი ზუსტად ეს ნახეთ სიგნიფიკაციას რო იყო ეს მეოთხე არკანი, ანუ ის კარგი რაც არის, მინდა შევინარჩუნო, ხო? მაგრამ აი თუ რაც მე უკვე არ მჭირდება, მინდა რომ წავიდეს. ნუ არ მჭირდება რა, იმიტომ რომ ნახეთ, ეხლა ჩვენ ახლა დაუშვათ, როცა აი მზესუმზირა, ხო? რო ვარჩევთ, ხო? ჩვენ გვინდათ ეს შიგნით თესლი რაც არის, ეს დარჩეს და ის გარედან ეს გადავყაროთ რა, ეს რაც არის კერქი მაგისი, ხო? აი თითქოს აი ეგეთი, არ ვიცი, რამდენად გითხარით ახლა, რამდენად გიხსნით, ისე სწორედ მე მგონი, ნუ ხვდებით თქვენ რა, ანუ მე მინდა რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალოს, გავნულდე, მე მინდა რომ ნამდვილად აი როგორც პეპელა რომ დაიბადოს და გაფრინდეს, აი ეგეთი რაღაც ენერგია მოდის აქ რა. ნუ ცვლილებები გინდათ, მაგრამ აი ეს გაწუხოთ, გაიგეთ, ანუ როდესაც იქნება ის, რომ ყველა სირთულეები წავა ჩემი ცხოვრებიდან და ბოლოს მე ვიგრძნო თავი ბედნიერ ქალად. ნუ ერთი საიდუმლო მინდა გითხრათ, რომ აქ დედამიწაზე ჩვენ სულ ყველა მოვედით იმისთვის, რომ უფრო და უფრო ვისწავლოთ სიყვარული და მიღება და ამიტომ მიღება ჩვენი თავის მიღება
და ამიტომ მაგაზე მაინც მიდის მუშაობა და იქნება, მაგრამ აი ეს პერიოდი, რომელიც შეიძლება იყო თქვენთვის რთული, თქვენ გინდათ რომ ცოტა შეგიმსუბუქდეს, ცოტა უკვე სხვა ეტაპზე მინდა გადასულა რა. აი ეგეთი რაღაცა და ამ პრინციპში თქვენ ახლა მზად ხართ იმ რაღაცა სიახლეს, მაგრამ აქ ლაპარაკი უშუალოდ მე რა მომწონს, რომ თქვენ თავზე ლაპარაკობთ, იმიტომ რომ პირველ რიგში, როგორც ყოველთვის მეგეუბნებით და ისედაც ახლა მეგეუბნებით, ის რაც მივიწე და რაც გამოცდილება შემოგონილი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენი არასოდეს არ არის, ჩვენი ცოდნა მოცემულია და მე გადმოგცემთ თქვენ რა თქმა უნდა იმას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ იმაზე ვფიქრობთ, აი ჩემში რა უნდა შეიცვალოს, მე როგორ უნდა შევიცვალო, მე კარგად როგორ უნდა ვიყო, აქ კარგად მე გულისხმობ შინაგანად და როცა შენ შინაგანად კარგად ხარ, მე უკვე პარტნიორთანაც ყველაფერი კარგად არის. შენ ახლო ადამიანებთან, გინდათ ახლა სამსახურში, გინდა მეზობლებთან, არა აქვს მნიშვნელობა ვისთან რა. და ყველა სფერო, რა თქმა უნდა, მე ლაგდება უფრო და უფრო თავისთავად, იმიტომ რომ ეს თითქოს აი ეს სიმშვიდე მინდა მოვიპოვო, ეს ჰარმონია ჩემს თავთან, იმიტომ რომ აქ ბევრი რაღაცა ეტყობა, გქონდათ ახლა ბევრი турბულენცია და როდის დამთავრდება, მეშინია რომ არ დამთავრდეს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ დამთავრდება. ვნახოთ ახლა რა არ გინდათ რომ გავუშვათ, რა არ გინდათ რომ თქვენი ცხოვრებიდან გავუშვათ, აი ნამდვილად ეხლა გეტყვით რა არ გინდათ, რა თქმა უნდა არ გინდათ ის რომ თუ თქვენ ახლა ხართ ძალიან კარგ ურთიერთობაში, თბილ ურთიერთობაში, ხო? ნამდვილად თქვენ ხართ როგორ არ მინდა ეს წავიდეს რა, არ მინდა რომ რა არ გინდათ რომ ეს დამთავრდეს ეს კარგი, თქვათ, ხო არიან ახლა ვიცი რომ უმრავლესობა კარგადაც არიან ურთიერთობაში რა, მარტო ეს ხო არ არის რომ დავუშვათ ახლა, ნახეთ აქ როგორი ლამაზი არის ზიან გოგო და ბიჭი 4-იანი არის აქ იმისი რა ქვია გვერდხების ულამაზესი არკანი არის, ალამაზი დასდა. რაც იცით როგორ არის, არ გინდათ რა, არ გინდათ რომ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან ნამდვილად ეს კარგი დამოკიდებულება, ხო? კი, შეიძლება სირთულეებიც არის, კი, შეიძლება ბევრი რაღაცები არის, ესეთი მომენტები, რაც გაიარეთ, მაგრამ ალბათ არის რაღაც აი კარგი თბილი დამოკიდებულება, რაც კარგი არის თქვენი ურთიერთობიდან და თუნდაც ხო, არა აქვს მნიშვნელობა, აქ არის 10-იანი პენტაკლების, ესეც ულამაზესია ძალიან. კი, შეიძლება არის რაღაცა რთული პერიოდები, თუნდაც ოჯახის წევრებთან, თუნდაც ნათესავებთან, თუნდაც თქვენ პარტნიორთან, მაგრამ თქვენ არ გინდათ რომ ეს კარგი რაცა გაქვთ თქვენ ეს წავიდეს. ეს ლოგიკურიც არის, ახლა პრინციპში აქ არაფერი ისეთი არ არის, ხო? ეს ვნახოთ ახლა ჩვენ მაშინ რა უნდა გავუშვათ. რა წავა. რა უნდა წავიდეს, რა უნდა გავუშვათ. იცით რა არის? აი აქ ერთი წუთით ნახეთ, თუ დაუშვათ, რა უნდა გავუშვათ, თუ დაუშვათ, რა უნდა გავუშვათ. აქ უნდა გავუშვათ ის, აი გეტყვით ახლა, ნახეთ, თუ თქვენ გრძნობთ, მაგალითად, აი დაუშვათ, გაქვს სირთულეები, ხო, პარტნიორთან სიტყვაზე, ხო? იმიტომ რომ და ეს როგორ გინდათ რომ იყოს ყველაფერი კარგად, გინდათ რომ იყოს ყველაფერი ლამაზად, ხო, მაგრამ არის რაღაცა სირთულეები, შეიძლება რომელსაც ვერ უშვებთ ბოლომდე. აი აქ ვეუბნებიან რომ გაუშვე ეს, იმიტომ რომ ეს არის ის ესეთი მომენტი, რომელიც შენ არ გაძლევს საშუალებას რომ კიდე განვითარდე. გაიგეთ რა ხდება? აქ შეიძლება იყოს როგორი მომენტი. თუ თქვენ უკვე დარწმუნებული ხართ,
აი დაუშვათ რომ всё მე ამ პარტნიორთან, იმიტომ რომ აქ დასების მეფე გამოვიდა. რომ ამ პარტნიორთან მე უკვე არაფერი აღარ მაჩერებს, უკვე შეიძლება სიყვარულიც წავიდა დაუშვათ და თქვენ ამ და ხართ ადამიანთან, რატომღაც. მოდით ეხლა ჩვენ არ დავასახელოთ ეხლა ის ყოველს თავისი აქვს ეს ძრახები და ანუ მაგრამ თუ იცით უკვე დარწმუნებული ხართ რომ უკვე გრძნობა არა მაქვს, უკვე აღარაფერი აღარა მაქვს რა, უკვე შეიძლება რაღაცებს უკვე აი დაუშვათ უმალავთ, აღარ ეუბნებით, ხო? აი ეგეთი რაღაცები უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. პლუს კიდე აქ ძალიან კარგად ნახეთ, ვისაც გააქვთ ეს სამკუთხედები რა. მაგაზე ხო გითხარით რომ ჩაგიწერთ ამ კვირაში აუცილებლად ვიდეოს. აქაც გეუბნებიან რომ გაუშვე, იმიტომ რომ თან თუ ხვდები რომ ამაზე ხა აქ არ გავჩერდები, ცალკე გითხარით ვიდეოს ჩაგიწერთ, რატო არ არის კარგი და მისაღები ეს სამკუთხედი რა, როგორ გიშლით თქვენ ხელს ეს, იმიტომ რომ ეს თითქოს თქვენ არ გაძლევს საშუალებას ეს სიტუაცია, თუ თქვენ დაუშვით იდუმალი ურთიერთობა გაქვთ, თქვენ არ გაძლევს საშუალებას ეს ურთიერთობა, რომ თქვენს პირველ რიგში სიმშვიდე არ გაქვთ, იმიტომ რომ სულ დაძაბული ხართ ყველა ვარიანტში, ეს აბა სხვანაირად არ იქნება ამ ურთიერთობაში არაფერი და ეს პლუს კიდე არ გაძლევს თქვენ საშუალებას, რომ თქვენ ცხოვრებაში ვინმე სხვა შემოვიდეს. გაიგეთ რა ხდება? ეს даже აი ვისაც ტოქსიკური გაქვთ, ვინც გრძნობ და პლუს კიდე სამკუთხედში ვინც ხართ, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ფიქრობთ დაუშვათ რომ ხო ნუ ვინმე რომ შემოვიდეს სხვა ადამიანი თავისუფალი ვის არ უნდა, მაგრამ შენ უკვე დაკავებული გაქვს ადგილი, ხო? ან ზოგი ფიქრობს, აი ვინმე თუ შემოვიდა, გავიცნობ და მე ამას გავუშვებ და ეგრე ადვილად გადავალ. ესეც იგივე, როცა ადგილი არის დაკავებული უკვე, ხო? ანუ ვიღაცა არის შენ სივრცეში, ვინცაც ქვია შენი პარტნიორი, რანაირად შემოვა ახალი. თუ დივანი დგას, შენ ახლა იმ ადგილზე გინდა ახალი დივანი დადგა და რანაირად დგას, ეგ ხო უნდა აიღო და ან გადააგდო, ან სადღაც გაწვიო, ხო? რომ იმ ადგილზე ისე თქვა ეს დივანი თქვა დადგა, ხო? ან სავარძელი, ან რაღაცა, ხო? იგივე არის აქ, შეიძლება არ არის კაი ეს გადასარევი შედარება, მაგრამ ამით მინდა გითხრათ, რომ ახლა თუ შენ ადგილი გაქვს დაკავებული სხვა ვიღაცით, ახალი ვერ შემოვა, ვერაფრით. ხო და მაგრამ აი ეს უნდა გაუშვა იმისთვის, რომ შემოვიდეს ახალი. იმიტომ კიდე დავაზუსტე რა. უნდა რაღაცნაირად აი ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო თქვენ ყველა ვარიანტში. ან ხო ეს მე გეუბნები საერთოდ ტარო არის რა, ტარო გვეუბნება ჩვენ როგორ განვითარდება, ან რა როგორ რჩევას გვაძლევს, ხო, მოდით ასე ვთქვათ, მაგრამ ეს უკვე თქვენზე დამოკიდებული, თქვენ მაგას მიიღებთ თუ არა. ეს რა თქმა უნდა თქვენი ცხოვრება, თქვენ როგორც გინდა ისე უნდა მიიღოთ. და ვნახოთ მაშინ ახლა ანუ ბონუსი, რა ბონუსი გელოდება თქვენ? სამყაროდან თუ დაუშვოთ თქვენ გაეთვალისწინებთ ხო რჩევას, ბონუსი. ბონუსი მოდის არაჩვეულებრივი ბონუსი მოდის რა. ანუ აქ თითქოს როცა თქვენ თვითონ თქვენს თავთან უკვე დაამყარებთ ჰარმონიას და როცა თქვენ ნამდვილად მიიღებთ გაწყვეტილება, თქვენ ანუ აქ როგორი მომენტი, აქ აშკარად ახლა თან პლუს კიდე აქ არის კოშკი. აქ ყველა ვარიანტში თქვენ გეშინიათ, თქვენ ძალიან გეშინიათ ცვლილებების, გაიგეთ? ანუ მე არ ვიცი რა იქნება, მე არ ვიცი რა მოვა, მე არ ვიცი, ანუ ახალი ცხოვრების შიში გაქვთ, გაიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი ფიქრობს იმას, რომ ეხლა რატომ არიან ზოგი თქვათ, ეხლა დიდი ხანია ურთიერთობაში, რომელიც პრინციპში უკვე აღარც ურთიერთობა არა, ან მანძილზე არიან საუკუნე და მაინც იმას ებღაუჭება. რატო? იმიტომ რომ ფიქრობს, რომ აი აქ სტატუსი მაინც არის, თქვათ, ვიღაცა რომ მკითხოს, კი მყავს, ხოლო და შორს არის, ვის არ ყავს შორს, ხო, მაგრამ მყავს ვიღაცა, ხო, მაგრამ ბედნიერება, შინაგანი ბედნიერება მე არ მაქვს, მაგრამ ახლა მყავს. ან ხო, ქმარი მყავს, ეხლა რო თქვათ, ეხლა რაღაცა რომ ზოგი ეხლა აი ქმარი მყავს სტატუსი, ხო?
ან დაუშვათ, ასე ვის ვეყვარე, აღარავის არ ვეყვარები, ან მე აღარავინ შემიყვარდება, მეშინია რომ всё, აი ხა ეს ისე თუ ასე ჩემია რაღაცა, ხო? აი ეს არის ყველაფერი დამერწმუნე, ძალიან მცდარი ფიქრი, იმიტომ რომ არ არსებობს ეგ, რომ შენ დაუშვათ ახლა თუ უკვე გრძნობ, რომ არაფერი აღარ გაჩერებს ადამიანთან, ესე იგი შენ უკვე გაიარე რაღაცა გაკვეთილი ამ ადამიანთან, ხო? და უკვე ნამდვილად უნდა გაუშვა და შემოუშვა ეს ახალი, იმიტომ რომ გაძლევდნენ შენ როცა მორჩილე ბრძოლას, შინაგან ბრძოლას, შენთან შემოდის მერე უკვე ცხოვრებაში ნამდვილად ახალი რაღაცა პენტაკლების ტუზე ნახat როგორი ულამაზესი, აი თქვენ რას გიმზადებს სამყარო გაზაფხულზე თუ თქვენ დაუშვათ მივხვდებით იმას, რომ აი ნამდვილად ანუ ცივგონებას ჩართავთ, იმიტომ რომ აქ არის ხმალების უკვე მეფე, ხო? ანუ მეფე არის უფრო მყარი, ანუ ქალი მაინც ახლა გიდაც ხმალების დედოფალი, კი შეიძლება გავბრაზდეთ, კი შეიძლება ცივი გონებაც ჩავრთოთ, მაგრამ მაინც ქალია. აქ გეუბნებიან, რომ უკვე შენ თუ დაუშვათ, მივხვდები, რომ ეს უკვე всё მორჩა. აი მაგ შემთხვევაში რაღაცა სიახლე შემოდის შენ ცხოვრებაში. მოდით აბა მაინც კიდე ერთი დავაზუსტებ მე, რომ ანუ ეს სწორედ გავიგე, რომ ეს პარტნიორს ეხება. კი. აქ როგორი მომენტი არის, იცით, თუ თქვენ მართლა ანუ თავისუფლად გაუშვებთ, აქ ნამდვილად შემოდის ახალი ადამიანი. კი, შეიძლება ახლა ბევრი წელი არ მინდა ძველი, არ მინდა ახალი, მინდა ძველი. იცით რა არის? თუ თქვენ ბედნიერი ხართ, ხო? პირველ რიგში თქვენ მართლა შეიძლება არც გაშლასაც ნახავთ სხვანაირს, ხო? დაუშვათ და კარგით, მოდით ახლა საჯარო გაშლა არ მინდა ბევრი ლაპარაკი ამაზე. არ მიყვარს მე ხა ისეთი ხაერზე გაშვებული რჩევები, ეს უკვე პირად გაშლაზე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რა არის, იცით, ზოგს აქ თავისი მიზეზი. აქ მე ყველაფერს ვითვალისწინებ. შეიძლება ადამიანს აქ დაუშვათ ჯერ კიდე გაკვეთილებით ვერ გაიარა. ჯერ უნდა იყოს ეს ადამიანი მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ვერ სწავლობდა, ახლა კაროჩე რა, ეს უკვე ესეთი რამეა, რომ არ მინდა საჯარო გაშლა, იმიტომ რომ ზოგი რა არის, როცა ესეთი რჩევა არის, რომელიც შეიძლება რომ ყველა მიიღოს, ეს სხვა. როცა არის ესეთი რჩევა, რომელიც მხოლოდ ინდივიდუალურად შეიძლება უთხრა ადამიანს, ეს სხვა. იმიტომ მე ძალიან ვფრთხილდები საერთოდ აი ძალიან ფრთხილად ვარ რჩევებზე რა. შემიძლია უკვე აი ძალიან ადამიანს თქვათ წვეტონად უთხრა, როცა პირად გაშლაზე ვართ, პირად გარჩევაზე ვართ, იმიტომ რომ იქ მატრიცაც მაქვს ადამიანის, იქ ვხედავ მე უკვე ყველაფერს ძალიან კარგად და ამიტომ უკვე ზუსტი რჩევა შემიძლია მივცე. ასე საჯაროდ მე ვცდილობ თქვენ ენერგიები გადმოვქცეთ უბრალოდ სიტუაციები, რომ და ისეთი რჩევები, რომელიც თქვენ მართლა ყველას შეიძლება გამოგადგეს. მაგრამ აქ მე ვხედავ სიტუაციას, რომელიც არ შემიძლია ეხლა გითხრა, რომ ჯერ მე არც ამაქვს ეს ჩობა, რომ გაუშვი დაანები თავი, ესეთი არა. ეს არ შეიძლება. და მაგრამ აქ შემიძლია უბრალოდ გითხრათ იმათთვის, ვინც უკვე ნამდვილად იცის, რომ მე აი всё უკვე აი დარწმუნებული ვარ, რომ აღარ შემიძლია ასეთ ურთიერთობ მორჩა, ძალიან ცუდად ვარ, რაღაცა ისე, მაგრამ მაინც რაღაცას აი რაღაც რა ვიცი, აი რაც გითხარით ის მაჩერებს. აი მაგ შემთხვევაში მე შემიძლია უბრალოდ გითხრათ, რომ აქ თქვენ აუცილებლად თუ ეს ნაბიჯი გააკეთეთ, თქვენ ცხოვრებაში მართლა შემოვა ახალი ადამიანი, მართლა შემოვა. კიდე შემიძლია გითხრათ კიდე ნახეთ რა შემიძლია გითხრათ, გოგოებო. რა უნდა გაუშვათ? ნახეთ რა უნდა გაუშვათ კიდე, ვისაც თქვათ პარტნიორი, რომელიც, თქვათ გიყვართ. შეხედეთ კონტროლი გაუშვით. მიეცეთ ადამიანს თქვენსას რა თქვენ საყვარელ ადამიანს საშუალება რომ
აკეთოს ის, რაც მას უნდა. ნუ აკონტროლებთ. ანუ აი იცით როგორ არის? რატო არ დამერეკე? სად იყავი? რატო არ მპასუხე? მესიჯი მოგწერე მე 10 წუთის წინ შენ ახლა სად იყავი? რატო არ აი ესეთი რაღაცები გავუშვით რა. ნამდვილად გავუშვით, ეს არ გჭირდება თქვენ. შეცვალეთ ეს მიდგომა, გაიგეთ? იმიტომ რომ თუ გინდათ რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა შეიცვალოს. აი ეს იმათთვის, ვინცაც თქვათ ახლა ითქოს რომ არ მინდა ახალი. აი მე უკვე ნახეთ რა მოხდება. აი უკვე სხვანაირად თითქოს ეს თქვენი პარტნიორიც მე სულ სხვანაირად იმოქმედებს. აი მე რო ვამბობ რომ მე მჯერა რომ ადამიანები იცვლებენ, მაგრამ მე ეს როგორ შემთხვევაში იცით, როცა თვითონ ადამიანს ენდომება. თვითონ. თორე აი მაშინ მაგ შემთხვევაში კი, რომ სხვანაირად არა. შენ თუ მაგას ახლა ფიქრობ რომ მე ამას ჭკუა დავარიგო, მე მაგას ვასწავლო, მე მაგას აი მინდა შეიცვალოს, მინდა ისა, მინდა ისე, მინდა ეს არა. არ მოხდება. ეს არის ცუდ ყვილად დროს ხარჯვა. ამიტომ აქ ჭკუის დარიგებას თავი დაანებეთ. ეს და მართლა და მიეცდა საშუალება რომ თვითონ მან გაიაროს ყველაფერი თავისი ვიცი არ ვიცი და როგორ ვქნა. გაიგეთ? აი ეს მე მგონია თქვენ გესმით, ესე იგი რას გეუბნებით მე თქვენ. და ვნახოთ ახლა მაღალი ძალები, ხო? რას გვეუბნებიან, როგორ უნდა იცხოვრო შენ, კი ბატონო. აქ თქვენ ნამდვილად როგორ უნდა იყოთ და ნამდვილად თქვენ გეკუთვნით აქ ისეთი პიროვნება, რომელთანაც თქვენ ნამდვილად არ უნდა გქონდეთ არც ნერვიულობა, არც რაღაცა ესე დარდი, არც აქ ეთყობა როგორ არის, იცით, ნახეთ, იმპერატრიცა თქვენ გეშინიათ, ნახეთ, შიში გაქვთ თქვენ, რომ ცხოვრება შეიცვლება. აი კიდე ნახეთ როგორი მომენტი არის, როცა შენ გინდა რომ შენ ცხოვრებაში აი სათანადო მამაკაცი. ხო დავუშვოთ. მაგრამ აი გოგოებისთვის საყურადღებოდ, რა თქმა უნდა. ამ დროს შენ გეშინია რომ შენ თავისუფლებას ვიღაცა წაართმევს. შენ გინდა რომ შენ ცხოვრებაში იყოს მამაკაცი და დაუშვოთ შენზე ფინანსურად უფრო ძლიერი. მამაკაცი, რომელიც თქვა შეიძლება სტატუსით უფრო დიდი. ადამიანი, ანუ იცით რა, მაგრამ თქვენ ახლა ის სხვა ენერგია და თქვენ სწორედ არის რომ გეშინიათ. იმიტომ რომ მზად არ ახარ თვითონ, გაიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ შემოვა თან ახლა ძლიერი ქალი, ხო? მე თვითონ ფულს ვშოვლობ. მე თვითონ სადაც მინდა იქ მივდივარ. მე ვყიდულობ იმას, რაც მე მინდა. მე მინდა დღეს ყვითელი ვარ, ხვალ შავი ვარ, ზეგ თეთრი მაქვს თმა. ეხლა როცა შემოდის ეს მამაკაცი, რომელიც ძლიერია, აი ხო იძახეთ რომ აი ჩემი პრობლემები სულ ყველა გადამიწყვეტოს, ის რაღაცა ქნას, ჩემი სესხები დაფაროს, დამოკიდებულით გავხდები. ანუ უკვე ესე იგი მაგას უნდა ვკითხო, ხო? აი ეს ამ თავისუფლების გაშვება გეშინიათ. გაიგეთ? ამიტომ ვითომ გინდათ ეს ძლიერი სინამდვილეში ამის შიში გაქვთ. რომ ვაი თუ ჩემზე ძლიერი შემოვა, რა ვქნა? ჩემი თავისუფლება, ჩემი თავისუფლების დაკარგვის მეშინია. ხო და ამიტომ არის აქ, რომ თქვენ ჯერ პირველ რიგში ეს უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. გაიგეთ, აი ეს მომენტები, ეს, ნუ, ახლა უბრალოდ მე თქვენ გითხარით და დანარჩენი ახლა თქვენ იცით, ხო? კარგით. ეხლა მოდით, ეს კარგია ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ხო გვინდოდა კიდევ ნახოთ, რას გიმზადეთ, ეს გითხრეს. მოდით ეხლა ჩვენ ასე ვკითხოთ. აი დავუშვათ. მე გავაკეთებ კიდე მარტის გაშლას აუცილებლად. შეიძლება ხვალაც გავაკეთებ. ვნახოთ ჩემო სახარულებო, აი ასე გავაკეთებ. მაინც აი გითხარით, ასე ზუსტად ერთი კარტით. რას გვიმზადებს ჩვენ სამყარო გაზაფხულზე. იყოს ასე ავიღოთ კარიერა, როგორც ვიცით ხოლმე ხო ჩვენ ფინანსები და ურთიერთობა. აი ასე უცბად გითხრას.
კარიერა. აი იცით რა არის, აქ უეჭველი თქვენ ექნებით კმაყოფილი იმით, რითიც იქნებით თქვენ დაკავებული. რაღაც ძალიან აი, პრინციპში ახლა ისეთი სიყვარულის ენერგია შემოდეს და უკვე თვითონ ეს ამინდებიც იქნება ალბათ ისეთი მზიანი, კარგი, რა ვიცი, მაინც ახლა როცა აი მომწონს ყველაფერი, აქ რაღაცა შეიძლება ზოგი ნახავს ახალ სამსახურს, იმიტომ რომ ნახეთ, ანუ გუშინს მაგარი ფილმს უყურებდით ჩემი შვილებით სულ ვითარდებიან და ხანდახან დედას უგდებიან რაღაც ერთმანეთს უგდებთ ხოლმე ისეთ საინტერესო ინფორმაციას და მაგარი ფილმი ჩამოვიდეთ ჩემმა შვილმა, ჩემმა ბიჭმა და აი ისეთი მაგარი აი სიხარული ნახეთ სხვადასხვიდან დარჩა. ხო და ძალიან მაგარი მომენტები იყო და რასაც მეგეუბნებით თქვენ სულ რომ აკეთე ის რაც შენ მოგწონს და მაშინ გექნება ფული. ეს არის მადლობა, ფული არის მადლობა სამყაროდან. ეს როგორი მომენტია, იცით? გაიხსენეთ. უბრალოდ აი აქ გაიხსენეთ რა მოგიტანათ თქვენ აი დიდი სიამოვნება, როცა თქვენ რაღაცას აკეთებდით. და გაიხსენეთ ის რა განიჭებთ თქვენ ყველაზე დიდ სიამოვნებას. აი რა არის ეს, რა გრძნობა, აი აქ გრძნობა. რას ვგრძნობდი მე მაშინ. და აი ამ ენერგიით აკეთეთ ის, რაც თქვენ მოგწონთ. გაიგეთ? აქ დაიჭირეთ. და აქ ნამდვილად ეს გექნებათ, უეჭველი. ვინც ამას იზამს. ფინანსები. ფინანსურად ეს გექნება წინსვლა. ყველა ვარიანტში რაღაცა პერიოდი შეიძლება თქვენ რამეს აკეთებდით, ბევრს დებდით, ფიქრობდით. თქვათ კიდე რა გავაკეთო, რასად ვიპოვო კიდე თქვათ ეს შემოსავალი, როგორ რანაირად და აუცილებლად თქვენ გექნებათ წინსვლა, ენერგია წამოვა. აუცილებლად თქვენსკენ. კი, აქ იქნება, აქ რაღაცა ცვლილებები წავა, დამთავრდება რაღაცა პერიოდი, როცა თქვენ შეიძლება ფული არ გქონდათ, ეს პერიოდი უნდა დასრულდეს, აქაც კოშკი. ვისიც გეშინოდეთ თქვენ და თითქოს აი გამარჯვებული ხარ, ახალი ნაკადი, ახალი შემოვა ენერგია თქვენთან, ტუზები და там პლუს კიდე აქაც ლამაზესი დავწერდი. შეხედეთ, აქაც არის ეტლი, წინსვლა. ყველა ვარიანტში წინსვლა. ურთიერთობაშიც ეს ბრძოლა. იცით რა, თქვენ მოერევეთ იმ პრობლემებს, აი აქ რაც ვილაპარაკეთ ჩვენ, ყველაფერს და სწორ არჩევანს გააკეთეთ. ისეთ არჩევანს, რომელიც არის თქვენთვის საჭირო. აქ სერიოზული სამუშაო წავა სხვათა შორის ურთიერთობას რაც ეხება, ხო? აქ შეიძლება თქვენ გეუბნებით, რომ ხო, გოგოებო, იცით როგორი თემა არის? აქ პარტნიორთან ერთი წამით ეხლა ვეკეთებთ, ნახეთ, ურთიერთობაში. შეებრძოლებით პრობლემებს, აერჩევთ თქვენს თავს და თქვენი აქ იცით როგორი თემა, აქ ბიჭები, თქვენი მამაკაცი შეიძლება დაიწყებს გამოსვლას. აქ იცით როგორ არის, აქ სიყვარულის ენერგია ტრიალებს, გაიგეთ? და აი თითქოს ადამიანი დაიწყებს თავის სიყვარულის დამტკიცებას. რაღაცა ბლოკები, თქონდ რომ კი, უნდა იმოქმედოს სხვანაირად. კი. რაღაცა რთული პერიოდი დასრულდება თქვენთან, იცით, შეიცვლება სიტუაცია. ჯერ გვეუბნებიან, რომ სიახლე იქნება, მაგრამ ცოტა ხანი კიდე ჩქარობ. ცვლილებები წავა, მაგრამ ჩქარობ ჯერჯერობით, კი, ჩქარობ. აცალე.
აქ ნახეთ, ადამიანი დადგება ესეთ წინ, აქ ბიჭთან ექნება, გოგოებო, თქვენ პარტნიორთან წავა რაღაცა მომენტები, ეთყობა თქვენ რო შედიხართ, ახლა კოშკი, ახლა ეს და პლუს კიდე მე-20 არკანიც ხო იყო, ჩვენ უკვე გვაჩვენეს, რომ თქვენ ძალიან დიდ ცვლილებებში შედიხართ, თქვენ თვითონ ტრანსფორმაციაში ხართ რა. როცა მიდის ეს გააზრება იმისი, რომ რა შევცვალო, როგორ შევცვალო, რაღაცები და ეს ყველაფერი ამაზეც იმოქმედებს, გაიგეთ? ძალიან იმოქმედებს. და ამიტომ აქ წავა თითქოს ეს ადამიანი, თქვენი პარტნიორი, ხო, მაქსიმალურად თითქოს შეიბრძოლება, ანუ მაგაში წავა ცვლილებები შინაგანი. იმიტომ რომ აქ სიყვარული არის, გაიგეთ რა ხდება. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, შეიძლება ვინც ელოდებით გზიდან ჯერ ვერ დამბრუნდება, ამიტომ რაღაც საქმეები აქ და ვერ დაბრუნდება, აქ რაღაც დაბრკოლებები, იცით, მაგრამ კომუნიკაცია აუცილებლად გექნებათ შენარჩუნებული, ხო? და პლუს კიდე აქ არის ის მომენტი, რომ თვითონ ეს ადამიანი ძალიან ბევრი გაკვეთილს გაივლის, მაგრამ აი კი, წარმატებულადაც გაივლის, ძალიან ბევრი გაკვეთილები ელოდება გოგოებო. ანუ ვიღაცასთან გექნებათ შემოსევა ახალგაზრდა ბიჭების გოგოებო რა, ანუ ეს იგი შემოსევა. მაგრამ რაც ეხება თქვენს პარტნიორს, კი, აქ რა არის, ის შეიცვლება, ძალიან ბევრ გაკვეთილებს მიიღებს და აქ პრინციპში სიმშვიდე მოვა, დაფასება. კი. კი. ნუ, არ ვიცი, ცოტა ისეთი გამოგვივიდა ჩვენ გაშლა ახლა. მე მომეწონა, რა ვიცი, აბა თქვენს დაწერეთ, მოგეწონათ ეს გაშლები? მიგისურვებთ როგორც ყოველთვის სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ